ვნახეთ ასევე პოლიციის მიერ გამოყენებული უპრეცედენტო მასშტაბის ძალა, რასაც თან ახლდა ასევე უპრეცედენტო მასშტაბის წამება და არაადამიანური მოპყრობა. ჩვენ ვნახეთ გამოყენებული ბელორუსული სტილის აქციის დაშლის მეთოდები, აქციის მონაწილეებთან, ჟურნალისტებთან და სხვა მანიფესტანტებთან გასწორების, ასე ვთქვათ, რუსულ-ბელორუსული სტილის არაერთი მეთოდი. დღევანდელი ჩვენი ბრიფინგის თემა სწორედ იმას ისახავს მიზნად, რომ ეს უპრეცედენტო მასშტაბის არასათანადო მოპყრობის ფაქტების წამების და არაადამიანური მოპყრობის შეფასება საქართველოს სახალხო დამცველის ლევან იოსელიანის მიერ ხდება იმგვარად, რომ თითქოს ეს იყო ერთეული შემთხვევები, თითქოს რაღაც ფაქტები არ არის შესწავლილი, რაღაც ფაქტები არ არის დადასტურებული და თითქოს რაღაც საკითხების მიმართ არსებობს კითხვის ნიშნები. ამ შემთხვევაში ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არის მისი მხრიდან, მისი მოვალეობის არაჯეროვანი შესრულება, რაც რა თქმა უნდა არ შეესაბამება არც კონსტიტუციას და არც სხვა გარემოებებს. ჩემ კოლეგებთან ერთად მე რამდენიმე ფაქტორზე მინდა გესაუბროთ. თქვენ სახალხო დამცველის ვებგვერდზე რო შევძანდეთ, თვითონვე ნახავთ, რომ 29 ნოემბერს, 30 ნოემბერს, 1 დეკემბერს, 2 დეკემბერს არაერთი განცხადება აქვს სახალხო დამცველს გაკეთებული, სადაც საუბარია იმაზე, როგორ გამიზნულად ცემდნენ, ურტყავდნენ თავის არეში, როგორ ურტყავდნენ თვალის არეში, როგორ იყო უამრავი პირი ისე დაზიანებული, რომ მათი ნახვა ვერ ხერხდებოდა საერთოდ სახალხო დამცველის რწმუნებულების მიერ, როგორი ტიპის დაზიანებები იყო, როგორ ართმევდნენ ქონებებს ადამიანებს, როგორი არსებობდა მათი დასჯის მიზანი და ეს მათივე განცხადებებში იყო ამ შემთხვევაში შეფასებული და თვითონ სახალხო დამცველსვე 3 დეკემბერს ჰქონდა შესაბამისი შეფასება გაკეთებული, სადაც ისაუბრებდა იმასთან დაკავშირებით, რომ ამ ტიპის ქმედება წარმოადგენდა წამებას, რომ ამას ჰქონდა დასჯის მიზანი, რომ დაუშვებელი იყო ესეთი ქმედება არსებობა. 17 იანვარს ჩვენ ვნახეთ სახალხო დამცველის ლევან იოსელიანის განცხადება, რომელიც ამბობს იმას, რომ წამების საკითხების შესწავლა არ ექცევა მის, ესე ვთქვათ, წამებას ის ვერ დაადგენს, რომ წამებას არ ქონდა სისტემური ხასიათი, რომ ეს არის თითქოს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის დასადგენის საკითხი, რომ საგამოძიებო ორგანომ უნდა დაადგინოს. ამ ნაწილში მიგვაჩნია, რომ ეს არის არასწორი განცხადება, მისი მანდატის განზრახ შემცირების მცდელობა და მცდელობა იმის, რომ არ მოხდეს ფაქტების ზუსტად გადმოცემა, ზუსტად ესე ვთქვათ, მიწოდება საზოგადოებისთვის. ეს არის მცდელობა იმის, რომ ის ჩადენილი დანაშაული შემცირდეს, მისი წონა დაკნინდეს და იმ ფონზე, როდესაც ეს ინფორმაცია წარედგინა ევროსაბჭოს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებს, რომლებმაც დეტალურად ნახეს ის ფაქტები ასე შემდეგ და რაც შეიძლება გახდეს საქართველოს დელეგაციისთვის თუნდაც რწმუნებების არაღიარების საფუძველის შემდეგ კვირას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ან სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში, სწორედ ამიტომ ხდება გარკვეულწილად კალიბრის შემცირება, დაკნინება და თითქოს ესე ვთქვათ, ეს არ იყო წამებები და თითქოს ამ ყველაფერს ჰქონდა სისტემური ხასიათი. ჩვენ გსურს საზოგადოებას შევახსენოთ, რომ სახალხო დამცველს აქვს მანდატი, ასევე ვალდებულება იმის, რომ მან ნახოს ყველა დაკავებული პირი, აქვს უფლება, რომ დაადოკუმენტიროს, ფოტოები გადაუღოს, აღწეროს სტამბოლის პროტოკოლის შესაბამისად ყველა დაზიანება და მათ შორის შეაფასოთ და წამებად დააკვალიფიციროს გარკვეული ქმედებები. სწორედ იმ ფონზე, როდესაც სახალხო დამცველს არ განუხორციელებია ეს ქმედებები და სახალხო დამცველი პირიქით, ესე ვთქვათ, საუბრობს იმაზე, რომ წამებას თითქოს არ ქონია ადგილი და ის ამას ვერ შეაფასებს, ჩვენ ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებმა, საერთაშორისო ექსპერტების და ადგილობრივი ექსპერტების შეფასებით შევისწავლეთ ეს საკითხები, ჩვენ მოვამზადეთ არაერთი დოკუმენტი, აღწერეთ გარკვეული ფაქტები, დეტალები, დავადოკუმენტირეთ და შესაბამისი, ესე ვთქვათ, სახეები მივეცით ამ ყველაფერს. ამის ფონზე, ამასთან დაკავშირებით ლელა დეტალურად ისაუბრებს, მაგრამ ამასთან სანამ ამ უშუალო დეტალებზე გადავალთ, ძალიან მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ სახალხო დამცველს აქვს პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფუნქცია, მას აქვს იმის რესურსი, შესაძლებლობა, რომ სრულიად აღწეროს, დაადოკუმენტიროს და ყველა ინფორმაცია, ესე ვთქვათ, შესაბამისი იურიდიული მხარე მისცეს. ამიტომ სახალხო დამცველმა ძალიან დეტალურ კითხვებს უნდა გასცეს პასუხი, თუ რა რესურსები გამოიყენა, რამდენად გამოიყენა მან მის ხელთ არსებული, მაგალითად, ექიმის რესურსი, ფოტო გადაღების რესურსი, სტამბოლის პროტოკოლის საკითხების აღწერის რესურსი. ჩვენ ძალიან დიდ პატივს ვცემთ სახალხო დამცველის აპარატის პროფესიონალ თანამშრომლებს, რომლებიც წლები აპარატში მუშაობენ, მაგრამ მნიშვნელოვანია სახალხო დამცველმა პასუხი გასცეს იმას, რამდენად გამოიყენა მის ხელთ არსებული ყველა რესურსი იმ საშინელი ფაქტების აღსაწერად, რომელზეც უფრო მეტ დეტალს ლელა გეტყვის, მან და მისმა კოლეგებმა, სამედიცინო სფეროს ექსპერტებმა, როგორი წამების ფაქტები გამოავლინეს.